დღევანდელი ეპიზოდი გამოვა ძალიან მაგარი, იმიტომ რომ დღეს უნდა დავაგემოვნოთ დანჩიკას საყვარელი შაურმა. გამარჯობა დიდებო, გამარჯობა პატარებო, მოკლედ მარგე მაგ შაურმა ოლდენბურგი. მზად ხარ კან? ისა გადაღებაზე ხო ბურგერი ხოდა, ახლა შაურმა გვაქვს. მზად ხარო დავიწყოთ? კი. დავიწყოთ. რომლით დავიწყოთ? მოდი ჯერო. ოლდენბურგით გადაიღე და გავსინჯოთ ოლდენბურგი. აი. გადაიღე. აბა ვნახოთ ოლდენბურგი. აუ, რამდენი ხორცი აქვს შეხედე. ბევრი ხორცი აქვს სხვათა შორის ჩემსასაც, კი? და შემოვიდა. კარგად გასინჯე მიდი და მე ვთქვათ რა და როგორ აქვს. აუ, მაგრამ ხათავს გავს ეს ხორცი შევი. ხორცი აქონელია. მოკლედ. მე მეყო ამის გასინჯა. მე დავაბრუნებ. აბადანი რას ფიქრობ, მითხარი? რავი, აბადა ბევრი ხორცი ხო და ბარსელა არ მომეწონა. ძალიან ბევრი ხორცის გამო არ მომეწონა? პური ძალიან კაი აქვს, რავი. პური კაი აქვს. ხორცი? აუ, ხორცი ნაკლები აქვს. ნაკლები თუ ბევრი აქვს? ბევრი. ბევრი აქვს. ეხლა მე გეტყვი რა, ჩემი აზრით დანი ხორცი არის ცოტა შებოლილის ეფექტი აქვს და შაურმაში ეს შებოლილის ეფექტი რაღაც აი ეს პული მთლიანად რაც არის არც იშლება და ძალიან კარგია, ხო? ბროწეული აქვს. ბროწეული კარგი გემოს აძლევს. და კიდევ ისა პომიდორიც აქვს. პომიდორიც აქვს. ყველაფერი არის სტანდარტული, ეს არის ზომად სტანდარტული და ფას რაც შეეხება რა 16.90 დაახლოებით 17 ლარი, 17 ლარი მარგე და მაგ შაურმა 2 ლარით ნაკლები ღირს 15 ლარი ღირს სტანდარტული ზომები. ანუ ფასით მაგი არის ცოტა ნაკლები. რა იყო? რა? არა არის. მომისინე დანი, რამდენს დაუწევ ძმა? საშუალოა, კარგია თუ ანუ ცუდია, საშუალოა თუ კარგია? არა. კაი. 1, 5 თუ 10? მოდი იყოს 9. არა, 9 არა. ანუ ან 1 მითხარი, ან 5 მითხარი, ან 10. ანუ მე შენგან მოდი 1. 1. არ მოგეწონა? არა, ვაფშე. კაი, ეხლა სხვაებიც გავსინჯოთ და რომ მორჩებით, სათითაოდ თქვათ, რაში რა მოგვეწონა და რაში რა არა. დაიმახსოვრე ოღონდ რა. კაი. გაიგე მიდი მაგ შაურმა და გავსინჯოთ. კაი ხო, გადავიღებ. აუ, კოიოჩი. რითია? რა კარგად გამოიყო. კი, კარგად ნამდვილად გამა. კაი, მიდი აბა გასინჯე და ვნახოთ. აუ, დაგებია რა. მოგწონს? ხო, რავი. აბა მე დავუწევდი 10. ჯერ შევჭამოთ, კარგად ვნახოთ და მე ვთქვათ, რამდენს დაუწევთ. მიდი აბა. მოიცა. აუ. დაკარგა. აბა დავუწევდი. მოდი 10 და 10. აი 10-დან 10? ხო. მოდი მოგწმიდ. აკე ვახვი. ხო, მოიწმიდ. 10-დან 10 მოკლედ რა. რა რის გამო დანი? რა მოგწონს? აი აგერ არის ეს აი, ეს არ გინდა. აი ეს არის ეს არის. რა მოგწონს, მითხარი? რა მოგეწონა და გებო, აი ცოტა ბევრი ხორცი აქვს, მაგრამ ეგეც არ აუშავს. კაია, ბევრი ხორცი რო აქვს? ხო, კაია. კი ბატონო. და ბევრი ხახვი არ აქვს. და კარგად გამოიყურებოდა და შეკრული იყო და წარი არ. ჩემი აზრითაც მაგ შაურმა აი შაურმის გემო როგორიც უნდა იყოს ნორმალურია ხორცი ზედმეტი გემო არა აქვს ხორცს კარგი გემო აქვს რბილია მართალია დანიელი არც მწარე არ არის და არც იშლება და კარგი საჭმელია კაია ესეც კაია შენ იმას ერთიანი დაუწერე ჩემი ძმა ხო ეს როგორია ეს 10-დან 10 და 10-დან 10 რატო? აი რა გაგრძნო, გაბედნიერა რო შეჭამე? ხო და დაიჯი კარგად, გაიგე. აი ამის გებო ძალიან მომეწონა. ძალიან მოგეწონა, რისი გემო? აი ამ შაურმის. ხო. მეც ძალიან მომეწონა, მე ამას დავუწერ 10. იმას მე არ მithქვამს წეგან 5-იანი უნდა დავუწერ. ხო. შენ 1-იანი დავუწერ. ხო და შენ არ გე არა, მაგრამ ეხლა ვიძახი რომ 5-იანი, ანუ საშუალო დონე და შენ ამას 10-დან 10. 10-დან 10, მეც 10-დან 10. იმიტომ რომ ძალიან კაია. ეხლა გავსინჯოთ მარგე. აუ 1 დაგჭი. ეხლა მარგე გავსინჯოთ და მე უთხრათ. ოღონდ მოიცა სანამ მარგეს გავსინჯოთ, იცი რა მითხარი დანი? წალი გინდა? მიდი დალიე, მე ამას აგერთებს და გავიხსენე. ეხლა
და იცი რა უთხრათ? წინა ვიდეოში გახსოვს შენ რო თქვი რომ ჩვენო 500,000 გამომწერი უნდა ყავდესო? ჯერ მოდის არა შევჭამ. მაგრამ თქვენ დაელაიქეთ. ხო, მაგრამ ნახე, მომისმინე. წინა ვიდეოში ხო თქვი შენ რომ გვინდაო რომ 500,000 გამომწერი ყავდეს. ეხლა გვაქვს. ჯერ მარტო ჩვენ ბიზნესში ვიყავთ გამოწერილი, მაგრამ ნახე არა, ჯერ არ ყავს, მაგრამ შეხედელის თქმა მინდა რომ ყავდეს, რა უნდა ქნან? უნდა დაალაიქო. მე ნუ მეუბნები იქ უთხარი. უნდა დაალაიქო ჩვენთვის. უნდა გამოიწეროთ აქ და კომენტარებში რა გავსინჯოთ და დაგვიწეროთ. კი ბატონო, ეხლა გავსინჯავთ მარგეს და მე საბოლოო შეფასებასაც ვიტყვით. დანი, გადაიწყალი და აიღე მარგე და ნახე როგორია. არ უნდა დაგეთვა, დადე. მიდი აბა. აუ, ჩერკაში გთხოვა. არა, მიდი გერლოდები. პირველი შენ და მე. ბაბა, თევზი გავს. თევზი გავს, მაგრამ თევზი არ არის, ხორცი არის იმის ღორის. და სხვათა შორის საკმაოდ კარგი ხორცია რა. საკუთარი. არა. სანამ შენ შეჭამ დანი, თუ მორჩი. გაიგე? ანუ ამ შაურმაზე რას ფიქრობ, აბა მითხარი, მარგია ეს? რავი, აბა დავწერდი მოდი რუიას. რუია, ერთიანი, ხუთიანი, 10-იანი, ესე მითხარი, 8 არ მინდა. კაი, რამდენი? ერთიანი, ანუ ცუდი იყო შენთვის, საშუალო იყო თუ ძალიან კარგი იყო? საშუალო. 5-იანს დაუწერ ანუ? ხო, 5-იანს. მე ამ შაურმას დანი 5-იანს ვერ დაუწერ. მე ამ შაურმას დაუწერ 1-იანს და იცი რატო? წიწაკის გარდა აუ, ცოტა წიწაკა. არა, წიწაკა არ აქვს. სოუსში წარია. მე ცოტა გავამწარ. ხო და მწარია. ეს არის შაურმა, რომელშიც წიწაკა არ დევს, მაგრამ სოუსში არის რაღაც ცხარე გარეული, რაც გამწარებს. ანუ ადამიანს, რომელსაც შეიძლება უნდოდეს წიწაკის გარეშე შეკვეთა მარგის შაურმის ფიზიკურად ვერ შეუკვეთავს, იმიტომ რომ სოუსი ამწარე. იმათ მარიცია რომ ჩვენ გვიდა ისა წიწაკის გარეშე. მე ჩემი შეფასება ამ შაურმის არის ერთიანი და კიდე ესეთ 17 ლარიღებს. მოკლედ 17 მარგე, 17 ოლდენბურგი, ამას გეუბნებით დაახლოებით პლუს მინუს ხურდები და 15 მაგშაურმა. თუ ამას გამოიძახებთ, რავი, თქვენ თუ მოგეწოდებათ მაშინ დაალაიქეთ. კაი, დანი, ეხლა მოდი საბოლოოდ თქვათ რა, ოლდენბურგში. ეს არის ოლდენბურგი. შენ ერთიანი, მე 5-იანი. შენ აქ რა არ მოგეწონა? ხორცი ქონდა ძალიან ბევრი შენთვის, ხო? ხორცი ქონდა ძალიან ბევრი დანიელისთვის. ჩემთვის ეს საშუალო დონეა. ბროწეული აქვს და ცოტა სხვანაირ გემოზე მიყავს ამჟამად, მაგრამ ხორცის გამო უფრო დაუწევდი. მე 10 დაუწევდი. ვიცი დანი, ერთი წუთი მოვალთ აქამდე. ამას ხორცს აქვს შებოლილის ეფექტი და მე შაურმაში ეგ არ მომწონს. მაგშაურმა დანიელს მაგშაურმა იმდენად მოეწონა, რომ კიდე მიირთმევს. დანი, 10-დან 10 ყველაფერი მოგვეწონა. ეგრეა? მაგშაურმაში ნამდვილად ყველაფერი მოსაწონი იყო და პლუს იგიც ერთ-ერთი პლუსია, რომ 2 წელით ნაკლებებს. აი თუ ყველა გადაერთავიდე და დაალაიქებთ, მაშინ რამეს მოვიფიქრებთ, რომ რა გადავიღოთ კომენტარში. თუ დაალაიქებენ, მაშინ გადავიღოთ მარიცი ხიკლის. ხინკალსაც გადავიღებთ, მაგრამ ხიკალში მარტო ერთია რა. რა? ისა ხიკალი. რა ერთია? სამ სხვადასხვა ხინკალს გამოვიძახებთ და გავსინჯავთ აუცილებლად უბრალოდ თქვენ გვირჩიეთ შემდეგში რა გავიძახოთ და რა გადავიღოთ, ხო? ეხლა დანი მარგეც თქვათ. შენ მარგეს რამდენი თქვი? შენ თქვი 5-იანი მარგეზე. საშუალოა შენ. მე ერთიანი დაუწერე, იმიტომ რომ ძალიან ცხარეა. ზედმეტად ცხარეა და პლუს სტანდარტული შაურმისთვის ძვირია, როგორც ოლდენბურგი, ისე მარგე. მაგშაურმა შედარებით ნაკლები აქვს. მოკლედ, დანიელ, ჩვენი არჩევანი საბოლოო ჯამში შაურმებთან მიმართებაში გამოვიდა რომელი? მაგშაურმა. ხო, ჩვენი არჩევანი არის მაგშაურმა. პირველზე გავიდა მაგშაურმა და არის ძალიან კარგი და ამის შემდეგ თუ ჩვენ შაურმას გავსინჯავთ მაგს.
მაგრამ აი შემდეგში თუ რომელი გავსინჯოთ ბურგერი, ბურგერი უკვე ხო გავსინჯეთ. ჩვენი პირველი ვიდეო შეუძლია ნახონ ჩვენ გვერდზე არის შეუძლია გადავიდნენ და ნახონ ბურგერები რო გავსინჯეთ. ჩვენი ვიდეო. ჩვენ YouTube არხზე არის, სადაც ახლა გვიყურებენ შაურმებს რო ვსინჯავთ, ანუ ჩვენ თუ ამოგვიგდებს იქ ესე გადადიან. ჩვენ რო ამოგვიგდებს ვიდეოს იქ გადავალთ მე პირველ ვიდეოზე და იმ ბურგერებს ესე გადავლენ და ჩვენ ვიდეოს ორს რო დაინახავენ, ერთს უყურებენ და მე მეორესაც უყურებენ და პლიუს უნდა დაალაიქონ და გამოიწერონ, ხო? მაგრამ კომენტარებში რას დაგვიწერონ? კომენტარებში დაგვიწერონ, შემდეგში რა გავსინჯოთ და როგორ მოეწონთ, რომელი შაურმა უყვართ. ანუ გასინჯული თუ აქვთ ოლდენბურგი, მარგე ან მაგ შაურმა და რომელი მოწონთ ყველაზე მეტად თუ გასინჯული აქვთ. დანი, ამით მოკლედ დღევანდელი ეპიზოდი დავამთავროთ და შემდეგი ეპიზოდი გადავიღოთ შემდეგი შაბათისთვის და შემდეგ შაბათამდე ჩვენ მეგობრებს დავემშვიდობოთ. კარგად. კარგად იყავთ.